ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ვანა მოგესალმები. პირველ რიგში ურმესი მადლობა ამ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ვიცი რამდენად რთულია საუბარი იმაზე, რაც ესოდენ მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის და წარმომიდგენია რა დოზით თქვენთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი წელი გაატარა ჩვენს უწმინდესთან და ქონდა ის ბედნიერება მასთან ურთიერთობის. თუმცა თქვენ დღეს აქ ხართ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რამე თუ მე ვფიქრობ, რომ მაყურებელმა კიდევ უფრო მეტი უნდა იცოდეს პატრიარქის შესახებ, თუ როგორი იყო ის ყოველდღიურ ყოფაში, როგორი იყო ის ახლობელ ადამიანებთან და დღეს ჩვენ მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ საინტერესოს მოვისმენთ და გავიხსენებთ. პირველ რიგში ურმესი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მძიმე პერიოდები გავიარეთ. მე მინდა პირველ რიგში ქართული ხალხს მოვხატო მადლობა იმ ერთობისთვის, იმ სიყვარულისთვის, იმ თავდადებისთვის, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა. მადლობა უფასრო ჩვენ მოგვიწია პატრიარქის ეპოქაში ცხოვრება და მოღვაწეობა. მადლობა უფასრო პატრიარქის ყველაზე გასაჭირის პერიოდში მომიწია პატრიარქის გვერდზე ყოფნა. და არა მარტო მაგ პერიოდში, ხო? ბევრი წელი გაატარეთ ერთად. დიახ, ჩვენ მე ვარ პატრიარქის დედის ძმისშვილიშვილი. პაპაჩემი და ნატალია კობაიძე პატრიარქის დედა იყვნენ ალალი ბიძაშვილები. წირი ინფორმაცია არის პატრიარქის დედასთან დაკავშირებით და მე მოკლედ მოგიყვებით პატრიარქის დედაზე. საინტერესო. ჩვენ კობაიძები ვართ თიულები. ჩვენი ძირი, ყველა კობაიძის ძირი არის ფასანაურიდან არის 7 კილომეტრი, ყაზბეგის მიმართულებით არის სოფელი ჩირიკი. ყველა კობაიძე თუ ვინმე სადმე არსებობს, არის იქიდან. მეხუთე თაობა იყო ნატალია, იქიდან გადასული პატრიარქის დედა. პატრიარქის დედა. მე ვარ მეშვიდე თაობა. პირველი აი ნატალია კობაიძის დახასიათება, როგორც ახასიათებენ ჩვენთან ოჯახში, ჩვენ გვარში, ეს იყო ძალიან თავდაბალი ადამიანი, ძალიან მოსიყვარული ადამიანი. პატრიარქის ოჯახი გაგას ვეძახდით პატრიარქის მამას. მე გიორგის ეს ოჯახი ცხოვრობდა ვლადიკავკაზში და იყო ყველას მასპინძელი. ყველას მასპინძელი, მთელი სანათესაოს. თუ იმეს რამე დაჭირდებოდა, რამე პრობლემა ჰქონდა, ეს ოჯახი იყო ყველას მასპინძელი. 77 წელს პატრიარქი აირჩიეს. ოჯახში იყო საუბარი, რომ ჩვენი ირაკლი გახდა პატრიარქი. დაახლოებით 4 წლის ვიყავ მე. და ის მესმოდა, რომ ირაკლი გახდა პატრიარქი და ხშირად ეხსენებდა უწმინდესიც იმას, რომ ძალიან უყვარდა დედულეთში ამოსვლა, კობაიძეებში ამოსვლა. იმიტომ რომ ძალიან უბრალო ხალხი იყო, ერთი ოჯახი ვიყავ დაახლოებით 20 კომუნი ცხოვრობს ახლა სიონში. დაახლოებით 80-იან წლებში ვიქნებოდი 1-7 წლის და უწმესი ამობრძანდა ერთი ღამე დარჩა ჩვენთან და მე დილით აპირებდა გასვლას სასაფლაოზე პანაშვიდი უნდა გადაიხადა მიცხოვრებულებისთვის და ძალიან ბევრი ბავშვები შეგვროდით. აი პირველი შეხება რაც იყო პატრიარქთან ახლოდან როგორც დანახვის, ეს იყო ძალიან ბევრი ბავშვები ვიყავით. ეს ბავშვები გაიქცნენ, შეშინდნენ რომ დაინახეს წვერებით სამღვდელო ისენი და ერთი მე გავჩერდი და მივედი და ხელზე მემთხვიე. და შენ არ შეშინდიო და არ მეთქი შეშინდით. და გამომკითხა ვინ ვიყავ, ვისი შვილი ვიყავ, ვისი შვილიშვილი ვიყავ და რაღაც საჩუქრები მომცა ისე მახსოვს. 25-მანეთიანი მაჩუქა, 25-მანეთი მაშინ ძალიან დიდი ფული იყო და რაღაც ვინახავდი სულ. ეს იყო პირველი შეხება პატრიარქთან, რომ ახლოს ვნახე დაახლოებით 7 წლის ასაკში. მამაჩემი გარდაიცვალა, მე ვიყავ 3 წლის. 3 წლის ვიყავ ავარიაში გარდაიცვალა და დედაჩემი დაქრუვდა, ესე იგი
ქმრის გარეშე დარჩა 21 წლის. და ფაქტიურად დავრჩით 3 წლის მე ვიყავ და 11 თვის ჩემი და ესე უბრალოდ გავიზარდით რა ვიტყვიან ესე ძალიან დიდი ამაგი და სიკეთე აქვს პატრიკის მას გაკეთებული აი ძალიან მადლიერი ვარ ვიქტორ გიორგიევიჩის ვიქტორა პაპა ეს იყო უაღრესად ძალიან კარგი ადამიანი პატრიკის ძმა და პირველი ბავშვი რომ ეყოლა ნატალია რომ ეყოლა დავარქვი პატრიკის დედის სახელი ნატალია კობაიძე პატრიკის დედის სახელი და მინდოდა გამეხარებინა უწმეს და მივიდივარ და უნივერსიტეტსა მეთქი შემეძინა მეთქი ბავშვი გოგონა მეთქი და დავარქვი მეთქი დედა თქვენი სახელი ნატალია თქო და ესე შემომხედა ესე გაუხარდა და მალე გიორგიც იქნება და მამის სახელი ესე პატრიკის თავის მამის სახელი და ზუსტად 1 წლის თავზე 1 წელი და 1 დღეა განსხვავება გიორგის და ნატალიას შორის ზუსტად დაიბადა გიორგი მაგას გავარცობ რომ ჩემ ბიჭებს აი დაცვის ბიჭებს ყველას ვისაც შვილი არ უჩნდებოდა ნუ და შვილი არ ყავდა წლები ყველას ბავშვები შეეძინა ბიჭები ოღონდ ყველას ბიჭები აი ხას უსაურო ყველას ბიჭები შეეძინა ვისაც გოგოები ყავდა იმასაც ბიჭი ეყოლა და ხო არის შემთხვევით ისტორია მშობლებმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი ნატალიამ და გაგამ გიორგიმ მაშინ იყო ესეთი გარიგებების ამბები და მოკლედ სადღაც მოსწონებია გიორგის ნატალია და ესე ხდებოდა ხოლმე რომ ყველაზე ახლობელს უგზავნდნენ ოჯახში ვისაც მიესვლებოდა კითხულობდნენ რომ ვინ იყო ყველაზე ახლობელი და მე იმის მიხედვით მე იმაშვრეოდნენ და ჯვარი დაიწერეს პატრიკის მშობლებმა ჩვენ ტაძარში სიონში ჯვარი დაწერა მამა გიორგი მალანიამ მამა გიორგი მალანია იყო სამეგრელოდან ჩამოსული და იმის თამოვლებით ახლა არიან ის კარგი გვარი არის მალანიები ჩვენთან სიონში და ჯვარი დაიწერეს ჩვენთან და ეს რაღაც ისტორიული ის არის ადგილი და ისტორიული ტაძარი ჩვენი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მოუყვეთ ის ამბავი როგორ აღმოჩნდი პატრიარქთან ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემ მამიდებს მამიდასთან ცხოვრობდი ახალოკაში ხო და ხშირად დავდიოდი საპატრიარქოში ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენ ოჯახს პატრიარქის ძმის ოჯახთან და ხშირად ვიყავი ოჯახშიც მე რომ საპატრიარქოში რომ მიდიოდი თუ იყო საშუალება მე ავდიოდით ხოლმე პატრიარქს ვნახავდით დაგლოცავდა მოუყვებოდით აინტერესებდა ყაზბეგის ამბები რა ხდებოდა ყაზბეგში სული იკითხავდა თავის კუთხეს ეგ რა საკითხართ მაშინ სტუდენტების პერიოდში პერიოდია ხო 18 წლის და ძალიან ისე შინაურად არ ვიყავ უცხო თქვა რაღაცა ეს უცხო არ ვიყავ მახსენდება ერთი ისტორია დაახლოებით მაგ პერიოდში რომ მივედი საპატრიარქოში მითხრა ბატონმა ვიქტორმა რომ მისი უწმუნესობა სიონში არისო და გადავიდეთ მე საქმე მაქვსო რაღაცაო და გადავიდეთ სიონშიო სანამ ამ ისტორიას მოყვავით აი ძალიან საინტერესო დეტალია როგორ ეძახდა თავის ძმას მის უწმინდესობას თუ სახელით მიმართა არა უწმინდეს ეძახდა აი პირდაპირ მე რამდენჯერმე დავაკვირდი და შინაურობაში ვეძახდით ოჯახის წევრები ეძახდნენ ბიძას ხო აი ყველანი თითქმის ბიძით მოიხსენიებდნენ და ვიქტორ გეორგიევიჩი ყოველთვის ეძახდა უწმინდეს კი დახვედით სიონში გადავედით სიონში შემიყვანა საკუთრებულში და მე უწმინდესი გამოვბრძანდა მოკლედ მოყვები უწმინდესი გამოვბრძანდა ზეთისხებაზე ტახტთან გარეთ და მეც გამოვედი ახლა დღეს სადაც არის დასაფლავებული პატრიარქი სიონის აი მარცხენა მხარეს აი ზუსტად მაგ ადგილზე ვდგევარ და დავინახე რომ ვიღაც შავებით ჩაცმული ბერი რაღაც ხმაურობს რა რაღაცა ისეთი ის არის რომ ყურადღებას იქცევს ეს ადამიანი და ვიფიქრე იქ ვიკითხე რომ მეთქი ვინ არის მეთქი ეს ადამიანი და ფაქტურად ისე გამოდიოდა რომ ლოცვას ხელს უშლიდა და იქ ვიღაცა შევეკითხე რომ ვინ მეთქი ეს ადამიანი და ეს არის რომ მამა გაბრიელიო რომელსაც აქვს ლოცვა კურთხევაო რომ შეუძლია ესე იხმაუროს იმიტომ რომ ვაკვირდებოდი პატრიარქი უღიმოდა სულ რომ ხმაურობდა ზოგს გაიწიეთ პიჯურის წერას ასწავლიდა იქ ხალხს და
რაღაცნაირად და მე პატრიარქს შევხედავდი პატრიარქს და პატრიარქი პირიქით უღიმოდა, მივიდოდა ხელზე ემთხვეოდა. რაც ისეთი კარგი ის იყო საყურებელი. ხო და მე გამოვიდა საკუთრებიდან პატრიარქის ძმა და მითხრა რომ წავიდეთ ახლა ზეთის ხებაზე უწნესთან მიდეთ და რაღაცნაირად ისე წავედით რომ იქ უნდა გაგვევლოს ეცა მამა გაბრიელი იყო და გამაჩერა. მამა გაბრიელი თვითონ გამაჩერა. ხო და რაღაც სასწაული იყო და ისეთი რაღაცები მითხრა მაშინ იყო იმ პერიოდში წარმოუდგენელი ესეთი რა ცოტა პირადულიც რაღაცას მითხრა რაღაც ისეთი რომ გამიკვირდა და ვიუხერხვლე და წასვლა დავაპირე გამიკვირდა საიდან იცოდა ხო? ხო აი ესეთი უყურებდი რომ მე თქვი რა ხდება ჩემ თავს რა ხო და მე რომ მივედით პატრიარქთან კიდე მოყვებოდა და კიდევ რაღაცის თქმა უნდადა და რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ მივედით უწმნესთან აღარ მივაქციეთ ყურადღება სულ ვინანი მაგას რომ მე რომ დავფიქრდი რომ მეთქი რამდენის თქმა უნდა და ადამიანს და მე რაღაცნაირად არ გავჩევდი. და აი ამ დღის შემდეგ რა პერიოდი გავიდა, როდესაც უკვე მსახურებას იწყებ მასთან? ამერიკის 2017 წლის თებერვალი არის ეს ციანდის ამბები ეს გერმანიაში ჩართულია მთელი ხალხი და მეუბნებიან რომ ვანო ეხლა არის უწნესი მსახეთი და უნდა ჩამოხვიდე და პატრიარქს დაუდგეთ მხარში და მაშინ უთხრეს უწნეს რომ გონოსტესო თუ გვაკურთხებთ რომ ვანო გადმოვიდეს თქვენთან ეს უსაფრთხოების კუთხით ვანო იყოს თქვენი დაცვის უფროსი. პატრიარქს არ უნდა და ის რომ ხალხს ეფიქრა რომ აი ნათესავი მოყავს რომ აი ვიღაცას არ ენდობა და მაინც სხვანაირად არ გამოჩნდეს ეს მე თითქმის ყველას ვიცნობდი იქ საპატრიარქოში გარემოცვას პატრიარქის გარემოცვას რომ ხშირად მიწევდა მისვლა წინა პერიოდებში და ყველა დადებითი განწყობით იყო მაგ-კუთხით არანაირი პრობლემა არ ყოფილა რომ დავინიშნე რაღაცა დავიწყე სიახლეები რომ გაკონტროლებულიყო ტრაპეზის რასაც ვეძახით ტრაპეზის ამბავი რომ ის პროდუქტი პატრიარქი რასაც მიირთმევდა ყოფილიყო გაკონტროლებული თავიდან ბოლომდე მივიყვანეს სპეციალისტები და ბევრი რაღაცები ამოიღეს და მე მეძახის უწმდესი რომ დაახლოებით 1-2 დღის შემდეგ რომ ეთქობა ბევრი მომჩივარი წამოვიდა ზოგი საიდან რომ ეხლა თან რაღაცა მოხევრად საუბრობდით ხოლმე რომ ეხლა რაღაცა შინაურად რაღაცა ის მოხევრად და ეხლა ვანო მე ვერ გავიგებ ეხლა შენ ხარ ჩემი დაცვის უფროსი თუ მე ვარ შენი დაცვის უფროსი რაღაცა ისე არის ეხლა რაღაცა დასაცველი გახდი ძალიან ბევრი მომჩივარი ყავსო და მე გიცავ ეხლა თქვენ უსწრებს მე შევკადრე იმასკენ რომ თქვენ უსწრებს თქვენ მეთქი მთელი საქართველოს დამცველი მეთქი ხართ და მე ისე არ უყვარს სიჩქარე აქ ეკლესიაში ისეთი მარიგებდა ხოლმე ყოველ იმაზე რაღაცას ეს გავაკეთებთ და მას შემდეგ ნოე კურთხევის გარეშე მე ნაბიჯი აღარ გადამიდგია რამე თუ იყო რამე გასაკეთებელი არა მე სიახლე იყო ყოველთვის შევდიოდით ვეუბნებოდით მის უწნესობას რომ ესა გასაკეთებელი ეს არის ესა რაღაცაზე რომ მეგონა რომ ეს იყო ძალიან აუცილებელი ძალიან რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი რომ იმას თქმაც არ უნდა რომ პატრიარქი ეგრევე დაგთახდება პირიქით აღმოჩენდა რომ ეს კი არა და მე არა შვილო ესე იქნება და აი მე კურთხევდა კეთებოდა საქმე ყველაფერი კარგად მიდიოდა ყველაფერი ეს იყო აი ძალიან ბრძენი ადამიანი ძალიან მადლიანი ადამიანი არის აი მადლობა უფალს რომ მომიწია იმ ძიმე პერიოდში მისი უწმნესობის გვერდზე დგომა. ანუ როგორი იყო აი როგორც ადამიანი მოგვიყევი მის შესახებ რჩევა რა მოუწია ალბათ იყო რაღაცა განსაცდელი მომენტები სადაც რაღაცა განსაკუთრებული რაღაცები კი ესეთი ეპიზოდები თუ გვაქვს რომ გავიხსენოთ ძალიან ბევრია ნორე ძალიან ბევრი აი ყოველი დღე
უწმესთან იყო რაღაცა აი მადლის დღე რო იტყვიან. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხედავდა ყველაფერს ხედავდა აი როგორც რენტგენი, აი ესე ხედავდა ყველაფერს აი რაღაცაზე რო თქვა გაბრაზებული ვიყავ, ან თქვა რაღაცა იმასაც ხედავდა, რომ აი რაღაცა მიჭირდა, თქვა გამახსენდა ქალბატონი ლია სალაყაიას ამბავი. ლოცვიდან შემოდივართ, არ ვცდენდა უწმესი არც ლოცვას და არც წირვას. აი როგორც ბებერი მუხა ესე იდგა ხოლმე, ვაკვირდებოდი სულ. დაკვირვების ქვეშ იყო რომ მეთქი ხო არაფერი ჭირდება და აი ესე იდგა რომ აი ბევრ ახალგაზრდას უჭირდა ფეხზე დგომა და უწმესი აი ესე იდგა. და საპატრიარქოში შემოდივართ და მწკრივად იყო დედები და თავში იდგა ლია სალაყაია. ქალბატონ ლია მგალობელი. ქალბატონ ლია მგალობელი. შევდივართ ყველას თავზე ხელი დაადო, დალოცა და ლიფტთან არ მისული უცებ დაბრუნდა უკან და მივიდა ლიასთან და ლიას ეუბნება ქალბატონ ლიასო. ქალბატონ ლია, როგორი კარგი ლოცვა გწოდნიათ. არა და მე მითხრა ქალბატონ ლიას რომ შევხვდი, ჩემთვის ლოცულობდიო. რომ მეთქვა დიდხან გვიცოცხლე ჩვენ ეს რაღაცა ისე ლოცავდიო და ის გაიგო. ახლობით 20-30 მეტრში უწმესმა და დაბრუნდა და ხელახლა მივიდა, ხელახლა დალოცა ქალბატონი. ყოველი წირვის დამთავრების შემდეგ რომ გამოდიოდა ამბიონზე, ყოფილა შემთხვევა რომ წავსულად არა მარჯვენა მხარეს იყო გასასვლელი და ხშირად წავსულა მარცხნივ. და მე უკვე ვიცოდი რომ იქ ვიღაცა დაინახა უწმესმა. იყო ერთი ქალბატონი მახსოვს, წიგნი ეჭირა ხელში, ლოცვის წიგნი, თავისთვის იდგა და ლოცულობდა. და იმასაც ისე უთხრა რომ როგორ კარგად ლოცულებო რომ მე იქ საკუთხევლიშიო გავიგეო თქვენი ლოცვაო. ერთი ის მახსენდება კიდე შუა წირვის დროს დამიძახა და ვანო ეხლა დარეკავ საპატრიარქოში და დედებს ეტყვი, ჩვენ დედებს, რომ 20 ადამიანზე გაამზადონ საუკეთესო ტრაპეზი. და ყველას აინტერესებს ის 20 კაცი ვინ უნდა იყოს. სტუმარი, იმიტომ რომ ეპისკოპოსებსაც უარი ვუთხრა, რომ თქვენ დღეს დაისვენებთ, დღეს ჩემთან არავინ არ წამოხვალთ და გზაზე რომ მოდიოდით, მაშინ თქვა რომ ეხლა რომ მივალთ საპატრიარქოშიო, მან ძალიან ბევრი გლახაკები ეს გაჭირებული ხალხი დახვდებაო და შენო ვანო პირდაპირ შენ ჩახვალო და შენ ამომიყვან ამ ხალხს ჩემთან. გავამზადეთ ეს სუფრა 20 ადამიანზე იყო ეს გაკეთებული სუფრა და იყვნენ 18. რო დავითვალეთ იყო 18 და ამ ორ სკამზე ვეუბნები თქვენ ხო არ ავიღო მეთქი ეს ორი სკამი რომ ხო არ გიშლის მეთქი ხელს და არაო ეგ ორი ადამიანიც მოვაო. არ გავიდა 10-15 წუთი მაქსიმუმ და რაციაზე გადმოგცეს რომ კიდე ორი ადამიანი ისე მოსულია. ზუსტად შეივსა ის 20 კაცი. საოცარია. მოიფერა ყველას, დალოცა უყვებოდნენ თავის ისტორიებს, ყველაფერს უსმენდა, ცნობებიც მოადგა სახეზე. უწმეს ძალიან ისე დაასაჩუქრა მე საჩუქრებით, პროდუქტებით ცალკე გაგვამზადებინა. თვითონ არ ქონდა თანხა და რამდენჯერმე იმას დედა ბარბარეს თქვა, დედა ბარბარე შენ მას ესხი ხო თანხაო რომ თანხა მიცეთ იმ გლახაკებსო და ორი გათანხას და ლიფტამდე მიაციდა. ერთი ის მახსენდება კიდე მე მსვავდა ყოველთვის ტრაპეზი და მარცხენა მხარეს ბოლოში იყო ჩემი ადგილი. დაიწყო ტრაპეზი და მეუბნება ესეთ რაღაცას რომ ქვემოთ ჩადი არის ერთი ადამიანი ძალიან შია და ამოიყვანე. ჩავდივარ არის ჩემი დაცვის ბიჭი და მეუფეშიოს ბრძოლი. სხვა არავინ არ არის, ხო ვეკითხები რომ ხო არავინ შემოსულა, ან ხო არავინ გასულა და არა არავინ არ არის. ავდივარ და ვეუბნები თქვენ უწესო მეთქი არავინ მეთქი არ არის. თქვენ მეთქი არავინ მეთქი არ არის და აი ესე შემოხედა გააგრძელეს ტრაპეზი რაღაცა უბრალოდ და გაჩერდა უცებ და მეუბნება ანუ ეხლა რომ ჩახვალ ლიფტიდან გახვალ ხელ მარჯვნი კრესლო როა იქ ზის ის ადამიანი და ამომიყვანე და გავაღე ლიფტი გავდივარ და ხელ მარჯვნი კრესლში ზის მეუფე შიოს მძღოლი გიგაქვია ბიჭს და გიგას ეუბნები გიგაკ შია მეთქი და ძალიან შიაო და მოდი მეთქი თქვენ უწესობა მეთქი აი თქვენ როგორც მითხარით რომ ლიფტიდან ვიპოვეთ მეთქი აღმოჩნდა მეთქი მეუფე შიოს მძღოლი მეთქი და ესე მეუფე შიომაც ესე შეხედა რაღაცა სკამი მოუტანეო და ჩემ გვერდზე დასვია გიგაო და დავსვით მეუფე შიოს და უწეს შორის გიგა და
რასაც უწმეს უღებდნენ დედები, უღებდნენ გიგას და ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ესეთი, ძალიან ბევრი. ყველაზე ემოციური რჩევა რა მიგიღია პატრიარქისგან? 9 წლის განმავლობაში მე არ მახსოვს, რომ პატრიარქ ჩემთვის რამე შენიშნა ეთქვას. მით უმეტეს მუშაობის პროცესში ბევრს ვაშავებდით, ბევრს რაღაცას ვერ ვაკეთებდით ისე როგორც უნდა გაგვეკეთებინა და სულ მაგალითებით, სულ აი რაღაც ესეთი რჩევებით ესე აი კოვიდის პერიოდი რო გაიხსენე, კიდე არ იყო მარტივი მე მგონი. ყველაზე ძნელი იყო ეს კოვიდის პერიოდი. დაუძახით ჩემ ბიჭებს, მე ვიტყოდი რომ გმირები არიან ეს ბიჭები და აი ესე დაგვიდნენ მხარში. მე გამოვაცხადე, მე ვუთხრა ჩემ ბიჭებს რომ 4 კაცი მეთქი ვიკეტებით. 4 კაცი ჩავიკეტოთ, დავიწყოთ ოჯახები ეს პერიოდი და ვინ მეთქი მომყვებით მეთქი რა, ეხლა ვინც ძალიან ახლოს იყო პატრიარქთან, ისინი ამოვარჩიე, ყველამ რა თქმა უნდა თანხმობა მოგცა. ჩავიკეტეთ 4 თვე საპატიკოდან არ გავდიოდით. მეუღლე დამდგა, მაგრამ ხარში. მეუღლე იყო თვითონ რეგენტი. ეკლესიური წიდან სემინარი ჰქონდა დამთავრებული და მცხეთის ჯვარზე მამა კონსტანტინესთან იყო რეგენტი. და გამიადვილა მაგან რომ ესმოდა ნინოს ის რომ მე ვისვე მსახურებული და ვისთან ვიყავ. იმიტომ რომ დღეები გადიოდა ისე რომ ბავშვებს ვერ ნახულობდი. ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება და მე მახსოვრება, ყველაზე გახარებული მე უწმნესი ვნახე კოვიდების დროს, როდესაც წაბრძანდა მისი უწმნესობა მრევლთან ერთად და ჩაატარა ლიტანიობა, ჩაატარა წირვა და მაშინ თქვა უწმნესმა რომ ჩემი შეწირვაც დაჭიდესო, ჩვენ უნდა ჩავატაროთო აუცილებლადო წირვაო, აღდგომის წირვა სამებაშიო. და მე როცა მორჩა ეს წირვა, მაშინ მანქანაში დაბრძანდა უწმესი და მაშინ თქვა რომ დღეს საქართველოს გაიმარჯვა. და ნამდვილად ეგრე იყო. და ეს იყო აი ყველაზე გახარებული, აი ყველაზე ესეთი სახით მე უწმესი ვნახე მაშინ. იმას ვიტყვი აუცილებლად ეს არ დამავიდეს ფსკუნილის ამბავი ჩვენ წირვის შემდეგ ხშირად მობრძანდებოდა უწმესი რუსთაველში არის ესეთი სხილის ხე. ესეთი ძალიან რომელიც მანაჩუკა ქალაქს. დიახ, ქალაქს აჩუკა და ხშირად წირვის შემდეგ მოდიოდა ხოლმე, გავაჩერებდით მანქანას, შეხედავდა ესეთი სხილის ხეს, დაარქვა გიორგი. გიორგი დაარქვა მამამისის სახელი და ეს გიორგი და გადასახა ჯვარი და თავისი ფსკუნილი მოიხსნა ხელიდან და მითხრა რომ ანუ ეხლა ახვალ მან და აი რაღაც მარჯვენა მხარეს არის ტოტი და იმ ტოტზე ჩადებ ამ ფსკუნილს. რომ მე მინდა გიორგის ვაჩუქო ჩემი ფსკუნილი. და რო ავდიოდი იმ ხეზე და იქიდან მანქანა შუშა იყო ჩამოწეული და რომელ მხარეს მითქი და თვითონ მანახა ხელთ აი მხარეს მიხვალ. მივდივარ და ჩავდე ისა ფუღურა იყო და ჩავარდა ის ფსკუნილი. აი სასწაული რა, აი ჩავარდაო იქიდან მითხრა უწმესა. და ეს გაკვირებული იყო რომ დიახ მეთქი თქვენ უწმესებო და დაახლოებით 1.5 მეტრაზე 60 სანტიმეტრზე იყო ესეთი ფუღურა გაკეთებული. იქ იყო ჩავარდნილი ეს ფსკუნილი. დაცვის კუთხით პირველი რაც გამიჭირდა ანუ ეს იყო დაცვის შერჩევა. დღეს აი მე მგონა რომ ცოტა არ გამიჭირდებოდა იოლი იქნებოდა იმის გაკეთება, მაგრამ ერთგული ადამიანების მოძებნა იქ იყო რაღაც სტანდარტები, რაღაც ნორმატივები უნდა ჩაებარებინა, ისე არ იყო რომ ქუჩიდან ვიღაცა მიგეყვანა და იქ რაღაც სპეციალური კურსებიც უნდა გაგიარა, იქ რაღაცა ბევრი რაღაც ისენი იყო ეტაპები და გამიჭირდა ძალიან ამ ხალხის შეგროვება. და ბოლომდე დამდგნენ ეს ბიჭები მხარში. ბოლომდე მოხვდნენ უწმდეს და ბოლომდე მოყვნენ ჩვენ ყველას. ზრუნავდა ბიჭებზე რომ ეხლა ჩემი წასვლის შემდეგო რომ მე რომ სულ არ ვიქნებიო და ეს ბიჭებსო გაუჭირდებაო და ეხლა შენ დაიზრუნო ეს ბიჭებზე რომ რაღაცა ხელობა ვასწავლოთ. მაგალითად მეთქი თქვენ უწესო, მაგალითად მე ფუტკრეობაო, ბინანქარი ვასწავლოთო, რაღაცაო და ხაშმიდან ჩამოიყვანეთ. მამა მიქაელი, რომელიც ფუტკრის სპეციალისტი იყო და ფუტკარი ყავდა და
დავდიოდით მეც დავდიოდით კურსებზე, ფუტკრის კურსებზე. 12 კაციდან ერთი გამოვიდა მეფუტკრა. ერთმა ისწავლა მინანქარი. დაცვის ბიჭმა მე სემინარიაში დავალა აუცილებელი ენა იცოდნენ ბიჭებმა. სტუმარი მიდის, მოდის რაღაცა რომ აუცილებლად ენა ავასწავლო. დავდიოდით ამ კურსებზეც იმაში სემინარიაში გასავლიდა მაგასაც და პატრონობდა რა ვიტყვიან. საოცარი. წარმომიდგენია ალბათ ულევი მომენტი არის გასახსენებელი და იქნება თუ არა რამე ფორმა საომავლოდ, სადაც მოგონებები პატრიარქზე აიკინძება და გიფიქრიათ თუ არა ამის შესახებ. მაგაზე ძალიან ბევრი მიფიქრია. პატრიარქი გეგონა უკვდავი. აი არარად ვიტყვი იმას, რომ ვერც უშვებდი ბოლომდე რაღაცას რო ფიქრობდა ადამიანი, რომ აი როდისღაც ეს მივიდოდა იქამდე, როგორც ახლა მივიდა და ჩემთვის ეუბნებოდი, რომ მაგაზე არ იფიქრა. მაგაზე არ იფიქრა, იმიტომ რომ წინ ბევრია გასაკეთებელი, ოცნება იყო სულ ის, რომ აფხაზეთში წასვლა, აფხაზეთის მიწაზე ფეხი დავდგაო, ჯვარს გადავსახაო და ეგრევე წამომიყვანეთ. აი სულ იყო ეს აფხაზეთის დანაკლისი. მეუფეშიოს თხოვე და ჩვენ გარემოცვას იქ რომ იქნება მეთქი წავიდეთ იმაში ათონზე. ხო და ერთი ჩემ მეგობართან ერთად ზაზა მეტრეველთან ერთად ჩავიდით ათონში, ვატოპედში, მამა ეფრემთან და ყველა ძალიან გვიყვარს მამა ეფრემი და მამები ჩვენი ვატოპედის. ჩვენი მამები რანი ესე დიდი სიყვარულით, დიდი ვიცი, ესეთი დახვედრა და ესეთი მასპინძლობა თან პირველად იყო, რამდენი წელი მეხვეწებოდა მამა ეფრემი, რომ ჩამოდი და ვერ ვახერხებდი, ახლა ვერ ვანებებდი თავს, რომ წასულიყავ და ესე ჩავედით და მოგვაყოლა მამა ეფრემმა დიდი ტრაპეზი იყო და ტრაპეზზე უთხრა, რომ აქ ჩვენთან არის პატრიარქის ნათესავიო და ჩვენ პატრიარქის დაცვის უფროსიო ვანეო და რაღაცა მოგვიყვესო პატრიარქზე. იმდენად მოიწონა მამა ეფრემს ეს რაღაცა რამდენიმე ისტორია მოუყევ და ისე მოიწონა, რომ მომცა როცა კურთხევა მამების გამოვატანა ბოლოკონტი და საწერ კალამი და დღიდან დაიწყე ემების ჩაწერა, რომ არ დაგავიდეს. რა საოცარია. და იქ მივაწერე 16 აპრილი მაქვს ევროკნეტში და 16 აპრილიდან ვიწყებ მოგონებების რომ არ დაგვავიდეს. ბოლო კითხვას დავსვავ ჩვენ დიალოგის. რა თვისებებს გამოყოფთით პატრიარქის, აი განსაკუთრებით რომელიც თვისები, რომელიც აი მთელი ცხოვრება გემახსოვრება და თან დაყვებათ. ეს პირველი ეგრევე დაუფიქრებად გამოყოფთი პატრიარქის უბრალოებას. უბრალო ადამიანი ისეთი უბრალოება ჰქონდა, რომ აი შეეძლო ყველასთან გლახაკთანაც ესაუბრა, ბავშვთანაც ესაუბრა, უფროსთანაც ესაუბრა, აკადემიკოსთანაც, აი რაღაცნაირად ეს ჰქონდა ძალიან მომატლებული. სიბრძნე, რა თქმა უნდა, სიბრძნე და ის მადლი. ეს სულ გეუბნებოდნენ, რომ თავარია უწმეს იყოს იცოცხლას დიდხან. ეს მადლი არის საქართველოს მადლი, აი. ნამდვილად ესე არის. სიგი საოცარი ამბები მოგვიყევით. ანუ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან გზნობიარეა ეს ასევე ჩვენი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ პატრიარქი იყო მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ადამიანი, რომელიც სრულიად საქართველოს უყვარდა და ეს ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად ჩვენ ეს ვიზუალურადაც ვნახეთ, გაერთიანა მთელი ერი. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ და ძალიან დიდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მაყურებლისთვის. ეხლა რაც გამახსენდა უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, უღრმესი მადლობა თქვენ კოლექტივს და ეს რაც უცებ გამახსენდა და რაც უცებ მე შეიძლება კიდევ ბევრი არის გასახსენებელი და უკვე წიგნადაც გამოვა. წიგნადაც გამოვა აუცილებლად გამოვა წიგნადაც. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.